გრეველი ეფექტი ექნება ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ჩვენ საზოგადოებაზე და ის ძალიან ბევრ სოციალურ ჯგუფს შეეხება. თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ წინა წელს ქართული ოცნების ხელისუფლებამ მიიღო კანონების კასკადი სამოქალაქო საზოგადოების, მედია ორგანიზაციების ინსტიტუციური განადგურებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონების ტექნიკური აღსრულება და სწორედ აღსრულების პროცესში ორგანიზაციების გაჩერება, გაუქმება და ასე შემდეგ, ხო, ნაკლებად მოხდა. თავად ამ კანონების უკან მდგარი მაღალი სასჯელები და სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმები და საბოლოოდ გარკვეული რეპრესიული გადაწყვეტილებებით, რაც რამდენიმე ორგანიზაციის წინააღმდეგ იყო მიღებული თებერვალსა და აგვისტოში, ხო ჩვენ ვნახეთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება, როგორც ინსტიტუციური სექტორი, პრაქტიკულად გაანადგურა ქართულმა ოცნებამ და ეს არის ის ერთადერთი რეჟიმი, ხო, რომელმაც აი ამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც პრაქტიკულად სრულად გაანადგურა და მოკლა საკმაოდ ძლიერი, მდგრადი სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში. მაგრამ ქართული ოცნება ამით არ ნებდება, იმიტომ რომ ის ხედავს, რომ გრძელდება უთანხმოება, წინააღმდეგობა, რომ დიდ ქალაქებში საშუალო კლასები, ხო, რაღაც ურბანულ ცენტრებში მცხოვრები საშუალო კლასები აგრძელებენ წინააღმდეგობას და მათ მოინდომეს ახლა რომ ის ეკონომიკური საფუძვლები წაართვან სწორედ აი ამ საშუალო კლასს, რომელიც ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც აჩვენებს ხო ავტონომიურობას და წინააღმდეგობას ელიტებთან. ეხლა ეს საშუალო კლასის ისტორია, ეხლა ამაზე ბევრს ვფიქრობდი, გაგიზიარებ თუ ძალიან არ გამიგრძელდა ეს სიტყვა. ვინ ვართ ეს საშუალო კლასი, ვინც აგრძელებს უთანხმოებას და წინააღმდეგობას სხვადასხვა ფორმით გამოდის მარშებზე, დგას რუსთაველზე, ყოველდღე მუშაობს უფლებების დაცვისთვის, დემოკრატიისთვის, საზოგადოების ინფორმირებისთვის, სიმართლის თქმისთვის, ხო, ეს ძალიან ბევრი ადამიანი, ხო, ვინც ჩვენს გარშემოა. ხო, ეს არის ერთის მხრივ ის ჯგუფი, რომელმაც მილენიალების თაობა, ხო, რომელმაც გამოიარა მძიმე 90-იან წლები, გამოიარა შიმშილი, უშუქობა, რესურსების არქონა, ისწავლა და ჩვენ გქონდა ეს რაღაცა ტიპის პატრიოტიზმი, სოციალური პასუხისმგებლობა, რომ რაც ვისწავლეთ, ის აუცილებლად უნდა საზოგადოებრივ საქმედ გვექცია, ხო, ეს რაღაცნაირად ჩვენი თაობის ვნება იყო. ჩემს გარშემო ხო გარკვეული ახალგაზრდები უნივერსიტეტებში შედიან და შეიძლება 45-100 ლარი მიიღონ მაქსიმუმ როგორც ლექტორებმა, მაგრამ მაინც შედიან უნივერსიტეტში, იმიტომ რომ ეს სოციალური პასუხისმგებლობა გვამოძრავებდა, ხო? და მეორეს მხრივ და ძირითადად ამ ჯგუფს ეს განვითარების პროექტებმა, დონორებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომელიც მრავლად იყო საქართველოში, იმიტომ რომ საქართველოს დამაიმედებელი დემოკრატია იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში, თქვათ აქ რაღაც ინვესტიციები იდებოდა, ხო? და ამას შექმნა რაღაც ეკოსისტემა, ასე ვთქვათ, საშუალო კლასის, რომელიც კლასიკური გაგებით საშუალო კლასი არა, იმიტომ რომ მის ეკონომიკური რესურსები მას დაბალი აქვს, ხელფასია დამოკიდებულია, საკმაოდ მოწყვლადია. და ბოლოს არის ბოლო წლებში გაჩენილი ეს მეწარმეების კლასის სტარტაპერები, ხო, რომლებმაც რაღაც ახალი ტექნოლოგიები, ახალი ეკონომიკები ისწავლეს და რაღაცებს აშენებენ საკუთარი ძალებით. მათ ზურგს არ უმაგრებენ მაფიოზები, რაღაც ოლიგარქები, 90-იან წლების ნახევრად კრიმინალური და ნახევრად ისა მძარცველი ძალები და რაღაცას ქმნიან თავის მხრივ. აი ხა ქართული ოცნება ადგა და გვეუბნება რომ თქვენ ვინც ისწავლეთ და ხართ მეცნიერები, არტისტები, უფლებადამცველები, სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, დოქტორანტები, ლექტორები, ასე შემდეგ, ხო და თქვენი სამსახურები და შრომით შექმნით, ხო, რაღაც საზოგადოებრივი და ეკონომიკური, თქვენ გაგანადგურებთ. თქვენ აღარ გექნებათ უფლება, რომ დასაქმდეთ და გქონდეთ კავშირი სწორედ იმ საერთაშორისო განვითარების ფონდებთან, რომლებიც საქართველოში მეცნიერების, ხელოვნების, უფლებადაცვის განვითარებას უჭერდნენ მხარს. მეორეს მხრივ ისინი ადგენენ და უნებია რომ თქვენ ხო ხართ მეწარმეები. ხო ვინც კონტრიბუციას ახლა დიდ ბიზნესებს პროტესტში ფული არ ჩავდია ხო? ძირითადად ვინც წინააღმდეგობას ეს არის წვრილი რაღაც ახლა დაბადებული პოლიტიკურად აქტიური და დამოუკიდებელ საქართველოში მცხოვრები რაღაც მეწარმე სუბიექტები. მათაც ეუბნება რომ თქვენ არ გექნებათ უფლება რაიმე პოლიტიკურ საქმიანობა განახორციელოთ. სხვა შემთხვევაში აუცილებლად დაჯარიმდებით ძალიან მაღალი ფასებით. ამიტომ ეხლა ეს რას გამოიწვევს ხო რომ წარმოდიდგეთ თქვენ აღწერეთ ეს სამართლებრივი საკითხები პარტიაში წევრობის აკრძალვა ხო ეს კრიმინალური პასუხისმგებლობა რა ხარისხის არის. ანუ პრაქტიკულად ეს რა გამოიწვევს, რომ აი ეს საშუალო კლასი, რომელიც თავის ბიოგრაფიებში მართლა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ამ ტრავმებსა და იმედებს ატარებს, ამ კლასს
ერთის მხრივ ეკონომიკურად ანადგურებენ, მაგრამ მათ პოლიტიკურად ანადგურებენ. მე ძალიან მეშინია, რომ აი ამ ცვლილებების კასკადი საბოლოოდ თუ ამ ქვეყანაში რამე არ შეიცვალა, გამოიწვევს ისეთივე ტიპის მიგრაციას, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ბელარუსში, რუსეთში, აზერბაიჯანში, როცა ახალგაზრდა თაობა ვინც აი ამ ვიღაც ბებერ ოლიგარქებს და მილიონერებს აღარ ვემორჩილებით, არ გვინდა მათი თამაშის წესებით ვიცხოვროთ და ვიყოთ ავტონომიურები და ქვეყანა, ჩვენი ცხოვრება, ჩვენი სამეზობლოები, ჩვენი თემები ისე განვავითაროთ, როგორც ჩვენ გვინდა. ხო ისინი გონებენ, რომ თქვენ ამის უფლება არ გაქვთ. ან გამოგაცლით ეკონომიკურ რესურსებს და გამოგაცლით პოლიტიკურ თავისუფლებებსაც. ამიტომაც ეს გარკვეულწილად იცით, მარტო ამ ეს კლასი, რა თქმა უნდა, ჩვენ სხვადასხვა სოციალური კლასები და ჯგუფები ყველაზე უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ ეხლა რაც ხდება ეკონომიკურად, ხო, სწორედ აი ამ კლასის განადგურება, ხო, რომელიც პრაქტიკულად ამ ქვეყნის მომავალი უნდა ყოფილიყო. ან სწორედ ამ ხალხს უნდა გადაებარა აკადემიები, საჯარო სამსახური, ხო, მეცნიერება და ასე შემდეგ და ესენი გააკეთებენ იმას, რომ აი ეს აქტიური ჯგუფი გაქრება, მაღალი ალბათობა უკვე მასობრივი მიგრაციის, რომელიც ჩვენ ქვეყანაში შეიყვანს ძალიან მძიმე ჩიხში. ამიტომ ეხა ეს შეიძლება ბევრი ოჯახი ან ბევრი ადამიანი ვერ ხვდება, მაგრამ უნდა დაფიქრდეთ, რომ თქვენი შვილი თუ რომელიმე კვლევით პროექტშია ჩართული, ან არტისტია და გამოფენებს აკეთებს უცხოეთში, ხო, ან სოციალური მუშაკია და რაღაცებს აშენებს, ან მეცნიერია და უამრავ განვითარების პროექტშია ჩართული, ბიზნესმენის ეუბნება, რომ მე უნდა შემითანხმო, რაზე იმუშავებ და მემორჩილო ამით, მაგრამ თუ ამას არიზავ, მაშინ შენ ციხეში გაგიშვებ 6 და 9 წლით. ხო, ანუ ეს არის, რა თქმა უნდა, ამას აქვს ძალიან ბევრი იმპლიკაცია, უბრალოდ ჩემთვის ეს ნაწილი არის ძალიან ემოციური, ხო? იმიტომ რომ ინსტიტუციები გაანადგურეს, ეხლა უბრალოდ ადამიანებს მიადგნენ, ანუ კონკრეტულ ადამიანებს მიკრო დონეზე ჩადიან, რომ ვიღაც ადამიანების შრომითი და სერვის კონტრაქტები გაანადგურონ, უბრალოდ გააკონტროლონ და საბოლოოდ ვიღაცა ან დანებდეს, ან მიგრაციაში წავიდეს და ან ხო რაღაც დანებებაში პრაქტიკულად გაჩერება და ცხოვრების სრული რაღაც პრივატიზაცია იგულისხმება, ხო? მაგრამ რა თქმა უნდა, ამას ახლა გეოპოლიტიკური და სხვა იმპლიკაციებიც აქვს. ეხა როცა ჩვენ ხედავთ, რომ ხო, ხა ქართულ ოცნება კი ჩვენს გვასუსტებს და გვებრძვის, მაგრამ თვითონაც სუსტია, როგორც ავტოკრატია, მოწყვლადია მას გეოპოლიტიკური პარტნიორები აყავს, ყველასთან ურთიერთობა კრიზისში აქვს შესული რეგიონში აზერბაიჯანი. კი, თან ამის ფონზე, აი რატომ იდგა საჭიროება, რომ კიდევ უფრო გაემკაცრებინა ეს ეგრეთ წოდებული აგენტების შესახებ კანონი, განსაკუთრებით იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობასაც თქვენ აღწერთ, ხო, მართ ქვეყნის შიგნით და მით უმეტეს ქვეყნის გარეთ. მას ძალიან ცუდად აქვს საქმე, მსუბუქად რომ ვთქვათ. ხო, ტექნიკურად ისინი ამბობენ, რომ ყველა გზა უნდა მოვსპოთ, რომ არსებობდეს ავტონომიური რესურსები და რაღაც ავტონომიური ძალები, იმიტომ რომ ხა კარგად გვესმის, რომ პოლიტიკური თავისუფლებების ხარისხი ხო ყველა ქვეყანაში დამოუკიდებულია ასევე ეკონომიკურ რესურსებთან და ეკონომიკურ დამოუკიდებლობასთან. რატო არის მედეგი სწორედ ეს კლასი, ხო? იმიტომ რომ ის ეკონომიკურადაც დამოუკიდებელია მეტნაკლებად. და ჩვენ რა რეალობა გვაქვს? ჩვენ და რატო არის მნიშვნელოვანი ამიტომ ყოველთვის ვლაპარაკობ ამაზე, რომ პარტიებმა, პოლიტიკურმა ელიტებმა დაინახონ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალაუფლებებს შორის მიმართება, სიღარიბესა და დემოკრატიას შორის მიმართება, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ყავს ძალიან დიდი რაოდენობა ღატაკი მოსახლეობის, ხო, რომლებიც ცხოვრობენ სხვადასხვა პერიფერიებში, რეგიონებში, რომლებიც სოციალურ ხო დახმარებებზე და სხვა შემწეობებზე არიან დამოკიდებულები. ჩვენ ყავს ეს და ეს წილი ძალიან დიდია, აი ხმაწართმეული პოლიტიკიდან გამქრალი მასები, რომელზეც ალბათ ბევრი კრიტიკა უნდა ქონდეს ჩვენს თავზეც და პარტიებზეც, რომ ამ ჯგუფების საკითხებზე ჩვენ სათანადოდ ვერ ვლაპარაკობთ. არის ეს საშუალო კლასები ურბანულ ცენტრებში, ხო, ეკონომიკური და პროფესიული საშუალო კლასები და არიან ეს რაღაც მდიდრების ხო, ელიტა, რომლებიც ერთმანეთთან რაღაცეებს ალაგებს და მათ გარშემო საჯარო მოხელეები და ეს დაქირავებული მუშაკები, ხო და ანუ რეალურად ეხა იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ უნდა ძალიან კარგად გავიაზროთ, რომ ამ ჯგუფის ხო რაღაც პოლიტიკური და ეკონომიკური განადგურება არის გრძელვადიანად ჩაკეტვა ამ ქვეყნის დემოკრატიზაციის. ამიტომ არის ეს ძალიან ემოციური და ძალიან დიდი თემა, ხო? რომელიც ყველა ოჯახს შეეხება. შეიხედეთ თქვენ ოჯახებში და თქვენ სანათესავეებში. ყველას ყავთ ადამიანი, რომელიც საკუთარი შრომით, ხო, ინტელექტუალური და სხვა ტიპის შრომით, სოციალური შრომით ცდილობს, ხო, რაღაცების კეთებას და წარმოიდგინეთ, რომ პრაქტიკულად ამ ეს ჯგუფები
ყველაფერს დაკარგავენ. ახლა რატო აკეთებენ ამას? გეოპოლიტიკურ კონტექსტში ქართულ ოცნებას აქვს სუდად საქმე. ხო, ანუ ქვეყანა იზოლაციაში მიიყვანეს, ამას ვამბობდით, მაგრამ მათ ვერ მოახერხეს ავტოკრატებთანაც ურთიერთობების დალაგება. ვერც აზერბაიჯანთან, ვერც ჩინეთთან, ხო, რაღაც რუსეთთანაც გასაგები არ არის. ზრდიან ეკონომიკურ კავშირებს, ზრდიან დამოკიდებულებას ქვეყნის, მაგრამ საბოლოოდ რა პოლიტიკურ ურთიერთობებში ითარგმნება ეს ნათელი არ არის. და ამ ფონზე ჩვენ რას ვხედავთ, ხო, რომ ამერიკული ინტერესები რეგიონში ძლიერდება. ეხლა ტრამპის მიმართ რა კრიტიკაც არ უნდა გქონდეს და რა თქმა უნდა, მეც ძალიან ძლიერი კრიტიკა მაქვს, ხო? აი ამ ფონზე ეხლა ისინი აკეთებენ ამას, რაც ძალიან გაუგებარია, ხო, იმიტომ რომ რაციონალობა და რაღაც მინიმალური სახელმწიფოებრივი ინტერესები მათ უნდა უბიძგებდეს იმისკენ, რომ სიტუაცია წაიყვანონ ნორმალიზებისკენ. ხო? მათ შორის გაუმჯობესონ ურთიერთობები ახლა დასავლეთთან, რომელიც ისრაც ძლიერდება რეგიონში და რაღაცა ეს კრიზისი გადაილახოს. ამის ინტუიცია, იმიტომ რომ ეს იმდენად რაციონალურია, ხო, ეს იმდენად რაციონალურია, რომ ყველას რაც ინტუიცია ქონდა, რომ პროცესები ამისკენ წავიდოდა, ხო? ჯერ შეწყალებას ელოდებოდა საზოგადოების დიდი ნაწილი, მერე ელოდებოდა, რომ რაღაცა ეხა ცოტა ამოვისუნთქებდი და ეს პოლიტიკოსები რო ციხეებიდან გამოვიდნენ, ვიფიქრეთ, რომ ეხა იქნებ რაღაც გადაიდგას, ხო, რაღაც დებატების შემოთავაზებაც იყო და მოულოდნელად ყველაფერი პირიქით მიდის. ანუ მართლა ძალიან რთულია იმიტომ რომ თუ ჩვენ ვიაზრონებთ სახელმწიფოებრივად, ხო? მაშინ ძალიან რთულია ამ რაღაცების გაგება. კი ბატონო, თამთამ, ქალბატონ, აი როგორ შეიძლება წინააღმდეგობის გაწევა, ეხა თუნდაც აი არ ვიცი, აი ამ ცვლილებებისთვის, რა ტიპის წინააღმდეგობა შეიძლება ადამიანმა, არ ვიცი, თუნდაც ორგანიზაციამ გააკეთოს, გაუწიოს ასეთ დროს, რაც ეფექტური აღმოჩნდება. იცით, ხო, ეს არის ძალიან რთული საკითხი. მე მგონია რომ ალბათ ჩვენ რა ტერმინებიც უნდა გამოვიყენოთ, ეს არის მედეგობა. რომ ჩვენ უნდა შევძლოთ გადარჩენა და გამძლეობა, რომ აი ამ წნეხის და განადგურების პირობებში, რუინიზაციის პირობებშიც მართლა მთელი რიგი სეგმენტებისა და კლასების, როგორც თქვი, და ინსტიტუციების, ან ინსტიტუციები ჩემთვის უკვე პრაქტიკულად განადგურებულია, იმიტომ რომ ნაწილი ორგანიზაციები განადგურდა, ნაწილი მილევად რეჟიმშია და არანაირი პერსპექტივა არ ჩანს, რომ რაღაცა ინსტიტუციურად ასოციაციები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ონლაინ მედიები და ასე შემდეგ პარტიები გადარჩებიან, ხო? ინსტიტუციურად უკვე ძალიან სერიოზულად დასუსტებულია. ამიტომ ეხლა ჩვენ ყველამ უნდა აი გამოვიჩინოთ 90-იან წლების გამოცდილება, იმიტომ რომ ხო მართლა 90-იან წლების თაობა ვართ, ვინც ახლა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სფეროში ვაქტიურობ და რაღაცა ტიპის ძალას ვქნით, ხო, და რესურსებს ვქნით. მართლა უნდა გავიხსენოთ ძველი გამოცდილება, ყველაზე მძიმე პირობებში როგორ გადავრჩით და როგორ ვაჩვენეთ მედეგობა და აუცილებლად უნდა გადავრჩეთ ინდივიდუალურად, კოლექტიურად, უნდა ვაშენოთ სოლიდარობის ქსელები, მოხალისეობრივი ქსელები იმისთვის, რომ ჩვენ ამ ქვეყნის მომავალი გადავარჩინოთ. იმიტომ რომ ის თაობა, რომელსაც ხო რაღაც ივანის რეჟიმი წარმოადგენს, ის კულტურული, ინტელექტუალური, ხო ეს მენტალური თაობა, ვინც ესენი არიან, ხა შეიძლება კობახიძე ჩვენ ხელაა, მაგრამ ნუ რაღაც სხვა ცნობიერებით არის ეს ადამიანი გაზრდილი და კონსტრუირებული, ხო? ხო ჩვენ ისევ ჩვენზე მოდის, და მართლა უნდა გავუძლოთ, რომ უბრალოდ ისტორიული შანსები ამ ქვეყანას არ დაუკარგოთ, იმიტომ რომ თუ დაიწყება მასობრივი მაიგრაცია, მასობრივი ნიჰილიზმი, მასობრივი პოლიტიკური აპათია, ხო უბრალოდ მოხდება ის, რომ აი ძალიან გაიმყარებენ საკუთარ ჰეგემონიას და ეს უკვე იქნება შეუქცევადი და მოუბრუნებელი პროცესი, თუ რაღაც სასწაულებრივი გეოპოლიტიკური ან შიდაპოლიტიკური ძვრები არ იქნება. ამიტომ უნდა გავუძლოთ კარგად ვიფიქროთ, ვინ რისთვის ვართ მზად და ერთმანეთის მხარდაჭერითა და სოლიდარობით, ხო აი ამ ძველი გამოცდილებებით, მედეგობისა და ურთიერთობების შევძლოთ პოლიტიკური ავტონომიურობის შენარჩუნება. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თამთა მიქელაძე საუბრობდა